პლასტიკური ქირურგია, სხეულს მკურნალობს თუ კომპლექსებს. პრაქტიკული სამსახური დავიწყე 99 წელს. ანუ 99 წელს იყო მოთხოვნა პლასტიკურ ქირურგიაზე საქართველოში. აი თქვენთან თუ მოსულან პაციენტები თავისი ფოტოთი ფილტრით უნდათ რომ კაცები გიშტებოდნენ. შეიძლება იყოს პატარა ძუძუთი, დიდი ცხვირით, მაგრამ მაინც სექსუალური დარჩეს. რომელი იმპლანტია საუკეთესო? და სანამ პრობლემა არანაირი არ აქვს, არანაირი შეცვლა არ ჭირდება. თქვენთან მოსულან წყვილები. მამაკაცებს უფრო აინტერესებს. აქვს თუ არა მერე საშუალება რომ ისე იგივენაირად აქტიურად შეეხოს ძუძუს, მანამდე რო ეხებოდა. რა არის პირველი, რასაც ქალის შეხედვისას აფასებთ ქვეცნობიერად, როგორც მამაკაცი? გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმყოფებით პოდკასტ არეაში და დღეს ქალებისთვის და არა მარტო ქალებისთვის საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ და ჩემი სტუმარია ლეგენდარული საშა კალანტაროვი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პლასტიკური ქირურგია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ საშა, რომ დღეს ხართ ჩემი სტუმარი და აი ამ უაქტუალურეს თემებზე ვისაუბრებთ, რაც ქალებს ასე გვაინტერესებს. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. მოდით დავიწყოთ თქვენი ისტორიით. რომელ წელს დაიწყეთ ამ სფეროში მუშაობა და რა პერიოდი იყო ეს მაშინ საქართველოში? საქართველოში ეს იყო ეგრეთ წოდებული ყოფილი საბჭოთა კავშირის დანგრევის დასაწყისი. ანუ ინსტიტუტი დავამთავრე 97 წელს. ეგრევე ჩავაბარე მაშინ რეზიდენტურის მსგავსი იყო კლინიკური ორდინატურა და დავიწყე მუშაობა მიკროქირურგიაში. მიკროქირურგიას დაემატა ეგრევე ყველაზე მაშინ აქტიური თემა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია და რეალურად პრაქტიკული სამსახური დავიწყე 99 წელს. ანუ 99 წელს იყო მოთხოვნა პლასტიკურ ქირურგიაზე საქართველოში. და რა საქართველოში ძირითადი თემა იყო ცხვირის ოპერაციები, ქუთუთოების პლასტიკა, სახის დაჭიმვა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დასაწყისი იმ დიდი დარგის, რასაც დღეს ქვია პლასტიკური რეკონსტრუქციული ქირურგია. ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა მიკროქირურგიული ტექნოლოგია, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრი ოპერაციებს ვერ შეასრულებ თუ ვერ ფლობ მაგ ტექნოლოგიას. რაც ძალიან გვეხმარება დღეს ნებისმიერ ოპერაციის დროს გვეხმარება. მერე რეალურად ეს საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ ვიცხოვრეთ ძალიან რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში, მაგრამ განვითარდით, ბევრი რამე შევძელით ინტერნეტის გარეშე, სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ შევძელით და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლასტიკური ქირურგია საქართველოში არის პრაქტიკულად მსოფლიო დონეზე. და მაინტერესებს აი იმ პერიოდში ერთი კითხვაც მექნება. რა მასალით მუშაობდით? აი მაგალითად მკერდის იმპლანტაციას რითი აკეთებდით? 90-იან წლებზეა ხო საუბარი? კი, პირველი მკერდის გადიდება სილიკონის იმპლანტით საქართველოში გაკეთდა ჩვენ კლინიკაში, მაშინ ჩვენ მუშაობდით ეგრეთ წოდებული 31 ქარხნის ავადმყოფოში, ეს იყო მოსკოვის პროსპექტის ბოლოში. დღეს ეს არის ბოკერეას კლინიკა. შენობა კარგი იყო და დღეს ფუნქციონირებს. გაკეთდა ესე იგი პირველი აუგმენტაცია იმპლანტით 93 წელს. 93-ში იყო უკვე მოთხოვნა ამაზე. კი. საქართველოში არ შემოდიოდა მაშინ არანაირი იმპლანტი, პაციენტი თვითონ იყო ექიმი, ანუ განათლებული, იცოდა რა კეთდება მსოფლიოში, როგორ კეთდება, რითი კეთდება, თვითონ გამოხატა სურვილი, რომ მე მინდა ძუძუს გადიდება ოღონდ მხოლოდ იმპლანტით. მე შევთავაზე ესეთი ვერსია, რომ მოდი
მოვიფიქროთ როგორ მოვიძიოთ ეს იმპლანტი საქართველოს ტერიტორიაზე, თვითონ პაციენტმა ივაშკაცა გამოიყენა პირადი კონტაქტები, მეგობრული კონტაქტები საზღვარგარეთიდან, ჩამოატანინა ვიღაცას ჩანთაში ეს ერთი წყვილი იმპლანტი და გაკეთდა ეს ოპერაცია. და იმის მერე რომ ჩვენ ვიხილეთ ვიზუალურად რა შედეგია, მაშინ ეს იყო ჩვენთან სასწაული. ანუ 15 წუთში იღვიძებს ადამიანი იდეალური ლამაზი ძუძუთ. ამაზე მაშინდელი ვერ გამოხატავ იმ ჩვენ შოკს კი ნამდვილად. თქვენთვისაც და პაციენტის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ სანამ პაციენტი გაიღვიძეს, ხურპი ჩვენ ვიხილეთ. და ნუ ეს 90-იანებში საოცრად. აი ყველაზე სწრაფად რა პერიოდში განვითარდა პლასტიკური ქირურგია საქართველოში? 2000-იანების დასაწყისში, 2010-ის მერე თუ ახლა პირველი ძალიან მეცნიერული კონფერენცია, სადაც ჩვენ მოვახერხეთ წასვლა, ეს იყო ამერიკაში 98 ანუ პირველი ოპერაცია რო გავაკეთეთ, იქიდან კიდე 5 წელი გადის. მივდივართ ჩვენ ამერიკაში, ეს არის პირველი გასვლა დიდ სიმპოზიუმზე. პლასტიკური ქირურგების ფორუმი არის რეალურად ტარდება სან-ფრანცისკოში. ჯერ ერთი შოკი რომ აი ამ საბჭოთა კავშირის მერე ამერიკაში, მერე ისეთ დემოკრატიულ ქალაქში, როგორც არის სან-ფრანცისკო, ულამაზესი ყველაფერი და ულამაზესი კონფერენცია და იქ იმდენი ინფორმაცია მივიღეთ, რომ მე ვთვლი, რომ ეს იყო ის პუნქტი, საიდანაც აქტიურად განვითარდა პლასტიკური ქირურგია საქართველოში. იმიტომ რომ ჩამოვიტანეთ ძალიან ბევრი ინოვაციური ცოდნა, რაც მთავარია. რისიც წვდომა ჩვენ არ ქონდა, მართლა ინტერნეტის გარეშე, ხო? ჩვენ ვიყავით რაღაც ფარგლებში ჩაკეტილი, სად უნდა წახვიდე ბიბლიოთეკაში, მაქსიმუმ მოსკოვში წახვიდოდი, ამოიღებდი იქიდან რაღაცა ინგლისური ენოვან ჟურნალს, იყო ძალიან რთული და იქ სან-ფრანცისკოში მოხდა ტექნოლოგიები დავინახეთ. დავამყარეთ პირადი კონტაქტები წამყვან ქირურგებთან. ესეც იყო მეცნიერული შოკი. მოდით ახლა პირდაპირ გადავიდეთ აი ამ სილამაზის სტანდარტებზე, რაც დღეს არის. მე მგონია რომ მაინც საქართველოში რაღაც სხვა რაღაც ხდება, ვიდრე მსოფლიოში და გავერკვეთ ამაში. მაგალითად, ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის ძალიან თვალშისაცემია, როდესაც ინსტაგრამის გამოჩენის მერე და სოციალური ქსელების გამოჩენის მერე გაჩნდნენ ეგრეთ წოდებული რაღაც კლონები ქალების. ერთი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა რომ თქვა რაღაცა ფილტრი დაიდოს, ოღონდ ფილტრზე მაქვს საუბარი. ფილტრი ყველას თითქოს აიგივებს, ხო, ერთნაირს ხდის და ეს ქალების და გოგოების კლონები, რომლებიც ერთმანეთს ბაძავენ და უნდათ რომ იყვნენ ერთნაირები. აი თქვენთან თუ მოსულან პაციენტები თავისი ფოტოთი ფილტრით და უთქვამთ რომ აი ესეთი მინდა რომ გავხდე და თქვენ რა გიპასუხიათ? ეს ძალიან საინტერესო თემაა. მე მინდა გითხრათ რომ აი ეს ალბათ არის რაღაცა გენეტიკური მომენტი. მარტო საქართველოში არ არის ეს. ეს ძალიან აქტიური პრობლემა არის პირველ რიგში თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. ანუ ეს ალბათ ჩვენი აი კავკასიური ხალხის თემაა. არ არის ესე აზიის ქვეყნებში, ჩინეთი, კორეა, იქ განვითარებულია ეს დარგი, მაგრამ აი ესეთი მიდგომით არა, მით უმეტეს ევროპაში. ცოტა არის ამერიკაში. ამიტომ მე ვთვლი, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის ჩვენი განსხვავებული ეშხიანი ქალების მომენტი. და აი განსაკუთრებულად ჩვენ ქალბატონებს უნდათ რომ კაცები გიშდებოდნენ. რა ვქნათ? ბუნებრივია, ხო? და აი ამ სოციალურ ქსელებმა ზუსტად ეს მოიტანა, რომ შემოვიდა ეს ფილტრები
შემოვიდა ეს ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული სურათები და კი ძალიან ხშირია მოდიან რაღაც სურათებით, მაგრამ ეს ჩვენ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ სანამ შემოვიდოდა ეს ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ თვითონ პროგრამულად ძალიან მარტივად მით უმეტეს ყველა ცხვირის ოპერაციის წინ კეთდება ეს ფოტომოდელირება, ოღონდ რეალური. აი ეს არის განსხვავება. აი ეს არის ზუსტად. ანუ როცა ქირურგი აკეთებს მოდელირებას კომპიუტერში, ქირურგი რეალურად კი არ ხატავს, ქირურგი ანუ შინაგანად უკეთებს ამას ოპერაციას და აჩვენებს შედეგს. ანუ იმ რეალურ შედეგს რისი მიღება შეიძლება ქირურგიით. თორე ნებისმიერ ცხვირს მიუხატავ ხო ადამიანს. მერე თვითონ პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, უხდება, არ უხდება, აი აქ უკვე ერთვება ეს წინა მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც პაციენტი გადის ან კომპიუტერთან, ან ხელოვნურ ინტელექტთან, ან მეზობელთან, ან რეალურად მომზადებული მოდის, უკვე იცის რა უნდა და როგორ უნდა. იშვიათ შემთხვევებში მოდიან არაადეკვატური სურვილებით, მაგალითად, ან ძალიან პატარა ცხვირი უხსნით რა თქმა უნდა ვაჩვენებთ რომ ეს კი მესმის რომ ცხვირი შეიძლება ცალკე აღებული ცხვირი ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ კონკრეტული ადამიანისთვის, კონკრეტული სახისთვის და კონკრეტული ასაკისთვის ხო არ მოუხდება. მოდიან ახალგაზრდა გოგოები კი უხსნით რომ აი ახლა კი ბატონო თქვენი ასაკისთვის შეიძლება იყოს ასატანი ეს ცხვირი, მაგრამ გავა რამოდენიმე პერიოდი, ყველა ბერდება და წარმოიდგინე ახლა აი ესეთი ცხვირი 10 წლის შემდეგ. ანუ 20 და 30. ხო, არ იქნება ადეკვატური. მაგრამ საბოლოო ჯამში ვაძლევთ პაციენტებს საშუალებას რომ მოიფიქრეთ, დაფიქრდით რა თქმა უნდა. 90%-ში მუშაობს ჩვენი ახსნა განმარტება, მაგრამ სადღაც 10%-ში არ მუშაობს და პაციენტი თუ დაგვიბრუნდა თქვა 2-3 თვის მერე იგივე სურვილით, უკეთებთ რატომაც არა, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად პრინციპში ყველანაირი ფორმის გამოყვანა დღეს შესაძლებელია. და თქვენი აზრით პლასტიკური ქირურგია სხეულს მკურნალობს თუ კომპლექსებს? ორივეს რა თქმა უნდა, ორივეს. ეს არ არის მარტო ხელოვნება, არც მარტო მედიცინა, ეს არის ფილოსოფია. მართლა ფილოსოფია. და რა არის ამ ფილოსოფიის მთავარი არსი რა არის? მთავარი შედეგი, ეგრე ვთქვათ, რომ პაციენტი იყოს ბედნიერი. პაციენტი თუ არ არის ბედნიერი, შეიძლება იყოს ყოფილა ეგეთი შემთხვევები, აი იდეალური შედეგი, პრაქტიკულად ხარვეზი არ არის, პაციენტს არ მოსწონს. მორჩა. პაციენტი სტრესშია, არავის არ უჯერებს და სანამ არ მიიღებს იმ შედეგს არ დაწყნარდება. ამ დროს ეს თქვენთვის როგორი მისაღება? აი, ამ დროს რას ეუბნებით? ან როგორი გიცეთ? ისევ ვიღებთ პაუზას. პირველ რიგში. ანუ ნახეთ როგორ არის ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა, რაც ტრიალებს საზოგადოებაში, ეს არის ის, რომ გაიკეთე ოპერაცია და მეორე დღიდან ყველაფერი კარგად არის. ყველაფერს სჭირდება დრო. მე ძალიან მარტივად უხსნი პაციენტებს, რომ ელემენტარულად ორსულობას ბიოლოგიურად ხო აქვს თავისი ვადა. ის 9 თვე რაღაცისთვის ბუნებაში აუცილებელია, ხო? იგივე რაღაცა პერიოდი აუცილებელია. ცხვირის ოპერაციის შემდეგ, სახის ოპერაციის შემდეგ, მით უმეტეს რთული რაღაცა ჩარევის შემდეგ ჩვენ მაგას ვერ შევცვლით. ეს არის ბუნება. ამიტომ რაღაცა პერიოდი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მშვიდად პაციენტზე საუბრობთ, რა თქმა უნდა დაისვენოს და დაელოდოს. მერე ამ პირობითად 1 წლის განმავლობაში ხვდებით, ველაპარაკებით, უსმენთ რა არ მოსწონს, როგორ არ მოსწონს და თუ არსებობს რა თქმა უნდა შედარებით მარტივი გზა, რომ ეს ყველაფერი მივიყვანოთ იქამდე, რომ გახდეს ბედნიერი, რა თქმა უნდა ამ გზას მიყვებით. და ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი გიფიქრიათ, რომ
ჩემი ნამუშევარი აი ამ პაციენტის კომპლექსებს ვერაფერს ვერ უზავს. იმდენად ღრმა და უკვე ფსიქოთერაპია რო ჭირდება ადამიანს და არა სკალპელი. სამწუხაროდ სკალპელსაც და ჩვენც რაღაც შეზღუდვები გვაქვს, ანუ არ შეგვიძლია აბსოლუტურად ნებისმიერი დეფექტის გალამაზება და გამოსწორება. ეს შეუძლებელია. ანუ იდეალური სხეულის მიღება ურთულესია თუ არ არის რაღაცა ჩანასახი. ანუ თანდაყოლილი რაღაც ზოგი პაციენტი მოდის და ესე მარტივად მეუბნება. აი, ხო კაი მასალა ვიყავი ესე კარგად რომ გამომივიდა. მართალია ეს. ანუ უნდა იყოს რაღაცა მასალა და ამ მასალაზე მე ყველაფერი ისე გაკეთდეს რომ მართლა იყოს შედევრი. და თუ არ არის გამოდის მარტო გაუმჯობესება, არ გამოდის იდეალი, არ გამოდის შედევრი, უბრალოდ იმასთან შედარებით გამოდის უკეთესი ვერსია. მაგრამ თუ არის რაიმე ისეთი პროცედურა, რაც თქვენთვის მოუთხოვიათ და თქვენ არაფრით არ გააკეთებთ ამას. აი რაღაც ისეთი ეთიკური ან პრინციპული ცხოვრებაში ალბათ არ ყოფილა არც ერთი ისეთი ოპერაცია, რომელიც ვთქვათ, ჩვენ საერთოდ არ ვაკეთებთ მაგალითად ჩვენთან თმის გადანერგვას, ეს არ ითვლება, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვაკეთებთ, სხვაგან კეთდება სხვა ცენტრები. მაგრამ სხვა ნებისმიერი პლასტიკური, ესთეტიური ან რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომელიც არსებობს ჩვენ დარგში, გამიკეთებია. ყველაფერი. არასოდეს არ გავაკეთებ, მაგალითად გადაჭარბებულ მოთხოვნას, ანუ ძალიან ხშირია წარბების აწევის დროს, აი გადაჭარბებული მოთხოვნა. რომელიც შეიძლება ვთქვათ გააკეთო დამატებითი ჭრილით, ანუ გაჭრით სახეზე ახალგაზრდა ასაკში, რაც წესით და კანონით არ უნდა გაკეთდეს. აი ამას არ გავაკეთებ. გავაკეთებ ჩვეულებრივ სტანდარტულ ენდოსკოპიურ წარბის აწევას, რო იყოს ეს ნორმების და ბუნების ფარგლებში. მაგრამ მაინც უნდათ უფრო მეტი. იმიტომ რომ სადღაც ფოტოზე და ვიღაცაზე აქვს. სადღაც უდევს იგივე ინსტაგრამში, აი აქ ზემოდან გაჭრელი წარბი და აწეული ესე. ჭრილობა ეთყობათ, მაგრამ მაინც უნდათ. ხო, აი ეს უკვე არის აქ არის უკვე პრობლემა. ეს უკვე რაღაცა არაადეკვატური სურვილია ყოველ შემთხვევაში. ახლა რა არის ამის მიზეზი? ცოტა რთულია მაგის შეფასება. სავარაუდოდ აი ზუსტად რაზეც თქვენი ლაპარაკეთ, ეს არის აი ესეთი სტანდარტის მომენტები ინსტაგრამის, კი. ხო. ყველაზე პატარა პაციენტი რამდენი წლის ყოფილა და რა გაგიკეთებიათ მისთვის? ჩვენ საერთოდ ვემსახურებით პატარებს. ეს იქნება, ვთქვათ, თანდაყოლილი ანომალია თუ დეფექტი, ამიტომ ამაზე არ ვსაუბრობთ. ახლა ისე ერთი თვიდან ვაკეთებთ ოპერაციას, მაგალითად ტუჩის ნაპრალი კეთდება 1-დან 3 თვემდე, აი ამ პერიოდში ეს გარდაუვალია, უნდა გაკეთდეს. ესე იგი ჩვილებსაც იღებთ, ხო? მაგრამ თუ ლაპარაკობთ ჩვენ ჭეშმარიტად ესთეტიურ ოპერაციაზე, ეს არის 5-6 წელი ბავშვები ყურების პლასტიკა. ძალიან ხშირია. და ძალიან კარგი ასაკია ოპერაციისთვის, ანუ სანამ სოციუმში გახდება აქტიური, სანამ გახდება ბულინგის მერე მსხვერპლი, ხო ჯობია გაკეთდეს. და თვითონ ბავშვების ინტერესით და ბავშვების სურვილით მოდიან. ესე იგი მაინც რაღაც ბულინგს ჰქონდა ადგილი და მოუნდათ. ხო, საინტერესო ეგეც. ეხლა მინდა გადავიდეთ მკერდის აუგმენტაციაზე და მოდი ამ კითხვით დავიწყებ. თქვენი აზრით, რამდენად სწორია, როდესაც ქალებს გონიათ, რომ დიდი მკერდი დაეხმარებათ მამაკაცის მოზიდვაში, მოხიბლაში, ან რაღაც გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენაში. რამდენად ხშირად გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც აი გიგრძნიათ, შეიძლება პირდაპირ არ უთქვამს ეს ქალს, მაგრამ გიგრძნიათ, რომ მიზეზი ეს არის და არა ის, რომ თვითონ მას სურს.
ეხლა ნახეთ, აი ზუსტად ეხლა ჩვენ ფილოსოფიურ საკითხში შევდივართ. ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ ქალბატონს არ ჭირდება ძუძუ იმისთვის, რომ დაამყაროს, ანუ ზოგადად ძუძუ კი ჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტულად დიდი თუ პატარაზეა ლაპარაკი. არ ჭირდება ძუძუ იმისთვის, რომ დაამყაროს გინდ მეგობრული, გინდ სექსუალური ურთიერთობა მამაკაცთან. ამისთვის არსებობს აბსოლუტურად სხვა გზები. მაგას ეძახიან ქიმიას, კოსმოს, რაღაცა სხვა, აბსოლუტურად სხვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ქალბატონებს მამაკაცურად, გარეგნულად პირველ რიგში, სანამ დაველაპარაკებით, სანამ გავეცნობით, სანამ სადმე დავპატიჟებთ, ეს ბუნებრივია და ყოველთვის ეგრე იყო. ქალბატონი კიდე სხვანაირად აფასებს მამაკაცს, ხო? ამას ჩვენ ვერ გავექცევით. გარეგნობა მესამე ხარისხოვანი. ხო, მაგრამ გარეგნობა აქ არ არის პირველი პუნქტი, ხო? პირველი პუნქტი არის რაღაცა სხვა. გარეგნობას მნიშვნელობა აქვს, მაგას ხო, ჩვენ ვერ უარყოფთ. ბევრი შემთხვევა ესეთი ცრუ, რა თქმა უნდა, როცა ქალბატონები მოდიან რაღაცა პრობლემით, პირველ რიგში იმას იძახიან, რომ მე მარტო ჩემთვის მინდა ამ ოპერაციის გაკეთება, რომ მამაკაცი არაფერ შუაში არ არის, მაგრამ როგორც კი იწყება ეს მამაკაცის თემაში ჩართვა, უკვე გასაგებია, რომ აქ რაღაცა ხდება. ჩვენ არასოდეს არ ვეკითხებით, რატო, რისთვის, როგორ, თვითონ თუ მოყვება, რა თქმა უნდა, როგორც ფსიქოლოგი მოусმენთ რაღაცა რჩევას მივცემთ, მაგრამ ძალიან ხშირია მოდიან იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიღონ მამაკაცის მხრიდან. ეს იქნება ძუძუს ოპერაცია, თუ თქვათ, სხეულის ოპერაცია, თუ სახის ოპერაცია, მაინც აი ამ პუნქტის გარეშე იშვიათად გინახავთ. და აი თქვენ ახლა ცოტა ხნით რომ დაივიწყოთ, რომ ხართ პლასტიკური ქირურგი, როგორც მამაკაცი. აი რას ურჩევდით ქალებს? აი ასეთ ქალებს, ვინც ასე ფიქრობს. არის ძალიან კაი ტერმინი სექსუალურობა. ეს არანაირ კავშირში აი ესთეტიურ სილამაზესთან არ არის. აი ქალი უნდა იყოს სექსუალური. შეიძლება იყოს პატარა ძუძუთი, დიდი ცხვირით, მაგრამ მაინც სექსუალური დარჩეს. არავინ არ იცის რატო. ეს არის ის ქიმია, რომელიც არსებობს ქალის და მამაკაცის შორის. მორჩა. ახლა გადავიდეთ კერდის იმპლანტებზე. ეს იგი მაინტერესებს პირველ რიგში საერთოდ საქართველოში მე ხა კარგად ვერ ვერკვევი და მინდა რომ თქვენთან ერთად გავერკვე. რას აქვს მნიშვნელობა, როდესაც კერდის იმპლანტზე გვაქვს საუბარი? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და თუ არის დიდი არჩევანი ბაზარზე ახლა და რომ დავეხმაროთ მაგალითად პოტენციურ თქვენს პაციენტებს გარკვევაში, რომელი იმპლანტია საუკეთესო? ეს ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან მტკივნეული ამბავია. ეხლა თან ვილაპარაკებთ, თან აგიხსნით რა ხდება. წესით და კანონით პირველ რიგში ქალბატონს თუ აქვს სურვილი, რომ გაიკეთოს ნებისმიერი ოპერაცია ძუძუზე, ეს იქნება გადიდება, ეს იქნება აწევა იმპლანტით თუ რაც იქნება, პირველ რიგში უნდა შეარჩიოს ექიმი. და არა იმპლანტი და მერე იფიქროს ამ იმპლანტით ვინ მუშაობს რომელი ექიმი. იმიტომ რომ მოდიან ხანდახან და მეკითხებიან თქვენ რომელი იმპლანტით მუშაობთ. მე გასაგებია რომ პაციენტს ხანდახან ეს აინტერესებს, მაგრამ ეს არ არის ის პირველი პუნქტი, რის მიხედვით უნდა მერე მიიღო რაღაცა გადაწყვეტილება, ხო? პირველი წესით და კანონით პაციენტმა უნდა აირჩიოს ექიმი და მერე დაუჯეროს ამ ექიმს თავიდან ბოლომდე. უბრალოდ უნდა აუხსნას რა უნდა და როგორ უნდა და რა იმპლანტი უნდა და რა კონფიგურაციის იმპლანტი და რა ზომის, ეს უკვე ექიმის საქმე, რომ ექიმა უნდა ურჩიოს და იმან უნდა დაუჯეროს.
საქართველოში მოდიან პირველ რიგში თქვენ ამ იმპლანტით მუშაობთ? მე მინდა 350, იმიტომ რომ ჩემ მეგობარს დაყენებული აქვს 350 და მე მომწონს. ეს არასწორია. რანაირი ნაკითხი არ უნდა იყოს პაციენტი, ხო? კითხულობენ ძალიან კარგი ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ოპერაციის შესახებ, იმპლანტის შესახებ. იმდენი გამოცდილება, რამდენიც ექიმს აქვს და რაც ექიმს აქვს ნანახი ხო არ ექნება, ამიტომ უნდა დაუჭიროს. რაც შეეხება იმპლანტებს, იმპლანტების არჩევანი საქართველოში ძალიან დიდია. დღეს 4 ან 5 ბრენდი არსებობს, რომელიც ევროპაში და მთელ მსოფლიოში არის სერტიფიცირებული და ოფიციალურად შემოდის ჩვენ ბაზარზე. აი, როცა იქამდე მივა მომენტი, როცა იწყება პაციენტთან უკვე შერჩევა კონკრეტული ბრენდის, აქ ჩვენ როგორც მეგობრულ რჩევას ვაძლევთ ყოველთვის პაციენტს. ნახეთ, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რა კონფიგურაციის იმპლანტი ჭირდება პაციენტს, რა სურვილი აქვს, რა სიკეთებს. სტანდარტულად ეს არის გაყოფილი მრგვალი იმპლანტი და ანატომიური იმპლანტი, მაგრამ თვითონ აი ამ მრგვალებში და ანატომიურებში შიგნით ძალიან ბევრი არჩევანია, სხვადასხვა დიამეტრი, სხვადასხვა პროექცია, სხვადასხვა სიმაღლე, სხვადასხვა სიგანე, ანუ ბევრი პუნქტია. სიმკვრივეც არის? დღეს არა. დღეს პრაქტიკულად ყველა იმპლანტი ეს ადრე იყო. დღეს პრაქტიკულად ყველა იმპლანტი ითვლება რომ უნდა იყოს რბილი, გარსი იმპლანტის უნდა იყოს პრაქტიკულად მიკროტექსტურირებული. ეს იცვლება ტექნოლოგიები გამოცდილებიდან გამომდინარე. ესეც არ არის ჩვენზე დამოკიდებული, მაგაზე არის ძალიან ბევრი გამოკვლევა, მეცნიერება მუშაობს და ჩვენ გვთავაზობენ და გვეუბნებიან, რომ ეხლა დაგვიჯერეთ მიკროტექსტურა უკეთესია ვიდრე მაკროტექსტურა. ნამდვილად ეგრეა. ანუ არავინ არ მოგატყუებს, იმიტომ რომ სერტიფიცირებას გადიან ისინი. ჩვენ შეგვიძლია ურჩიოთ პაციენტს, ანუ კონფიგურაცია იმპლანტის და მერე მოდის უკვე ბრენდის არჩევა. თუ პაციენტს აქვს კონკრეტული სურვილი, რომ აი მე მაინც და მაინც მინდა ეს იმპლანტი, იმიტომ რომ მჯერა, რომ იქ წავიკითხე და იმას აქვს ეს და მეც მინდა ესეთი, პრობლემა არ არის. ამ შემთხვევაში ვიყენებთ იმ იმპლანტს. თუ პაციენტი ჩვენ გვეკითხება, აი თქვენ რომელს მირჩევთ, აი აქ უკვე ირთვება პირველ რიგში ჩვენი პირადი გამოცდილება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იტყვის მსოფლიოში ექიმი, რა თქმა უნდა, რომ ეს კონკრეტული იმპლანტი უკეთესია, ვიდრე ეს არის, იმიტომ რომ ეს არ არის ექიმის საქმე, ხო? იმპლანტის ხარისხის კონტროლი სხვა დარგია. აქამდე გაკეთებულია და ყველა იმპლანტი კარგია, ცუდი არ არის. უბრალოდ აქ არის ის პრეფერენცია, ანუ გამოცდილებიდან გამომდინარე ნდობის ფაქტორი, რამდენად ამ კონკრეტულ პაციენტს ეს კონფიგურაცია, რომელსაც ამ იმპლანტს აქვს კატალოგში, ხო, იქნება ამისთვის კარგი და ასე შემდეგ. და თქვენი პრეფერენციები რა არის? აი მაგალითად, ეხლა რაც არის ბაზარზე, იმ იმპლანტებიდან თქვენ უფრო ხშირად რას უწევთ ხოლმე რეკომენდაციას და რას იყენებთ? ეხლა ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ზუსტად იმ ისტორიას, რაც მოხდა 98 წელს. რო ჩამოიტანა იმ კალმა. არა, იმ კალმა ცოტა ადრე ჩამოიტანა. 98. ხო, 98-ს, როცა ჩვენ აი იმ სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე პირველად აი ესეთი მასშტაბით ვნახეთ ტექნოლოგიები და იმპლანტების ბრენდები. ანუ ეს არის 98 წელი. იქედან მე დავიმახსოვრე ორი სერიოზული კომპანია იყო მაშინ. ერთი იყო ძველებური მაგანი და დღეს უკვე მაგანი არ არსებობს, არსებობს ალერგანი, რებრენდინგი გაიარა კომპანიამ, გადაიღება ბევრჯერ. და მენტორი. მენტორმა შეინარჩუნა აი ეს თავისი სტატუსი, არც გაყიდულა, არც არაფერი და ის პირველი
ქარხანა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე მგონი პირველი ქარხანა მაინც იყო ამერიკის ტერიტორიაზე, მერე გაანვითარა და ევროპის ტერიტორიაზე გააშენა ქარხნები და დღეს ყველა იმპლანტი მენტორის მაგალითად რომელიც შემოდის ევროპის ტერიტორიაზე რეალურად იქმნება, ქარხანა ევროპის ტერიტორიაზე არის. სულ მესმის ხოლმე ეს არ ვიცი მითია თუ რა არის, რომ იმპლანტს ერთხელ ორ ჩაისვამ 5-10 წელიწადში უნდა გამოიცვალო აუცილებლად. რამდენად შეესაბამება სიმართლეს და რატომ? ეს იყო ძველი ინსტრუქცია, ეგრეთ წოდებული გაიდლაინი. დღეს გაიდლაინი ესეთია, რომ ყველა ძუძუს იმპლანტი არის უვადო, მაგრამ არ არის სამუდამო. ან რას ნიშნავს ეს? სანამ კარგად არის და სანამ პრობლემა არანაირი არ აქვს, არანაირი შეცვლა არ ჭირდება. საშუალო სტატისტიკით 15-20 წელი არის ეს პერიოდი, რომ პაციენტი ატარებს დაუზიანებელ იმპლანტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ატარებს 15-20 წელი. ეს არის საშუალო სტატისტიკა. ანუ შეიძლება 2-3 წელიწადში გასკდეს, გაფუჭდეს, ან 30 წელიწადში. მაგრამ კონკრეტული თქვათ თარიღი, რომ აუცილებლად 8 წელიწადში, 10 წელიწადში, ან 20 წელიწადში არ უნდა შეიცვალოს, სანამ არ არის პრობლემა. და მე სულ მაინტერესებდა, არის თუ არა რამე გარანტია ქალის სხეული რამდენად მიიღებს იმპლანტს თუ არა. თუ ეს იმპლანტის შემქმნელები ამის გარანტიას იძლევიან, თუ როგორ ხდება? აი უცხო სხეულია ხო მაინც? ეს ძალიან საინტერესო კითხვა და უნდა იყოს საზოგადოება ამაში გარკვეული. ტერმინი მიღება, არ მიღება აქ არ მუშაობს, იმიტომ რომ ის უცხო სხეული არ არის ჩვეულებრივი, ანუ ეს არის შემოწმებული ყველანაირად, რომ არანაირ პრობლემას არ ქმნის ადამიანის სხეულში. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ორგანიზმი თუ რაღაც ძალიან უცნაური რაღაც არ უნდა მოხდეს, მიიღებს ამ იმპლანტს. მეორე საკითხი, გართულებები, რომელიც შეიძლება მოყვეს აი ამ იმპლანტაციას. ეს აბსოლუტურად სხვა. გართულებაში შედის სისხლის ჩაქცევა, გართულებაში შედის ინფექცია თავიდან ოპერაციის მერე. შორეულ გართულებებში შედის ეგრეთ წოდებული კაფსულარული კონტრაქტურა, კიდე რაღაცა პრობლემები, მაგრამ ეს არ არის შეუთავსებლობა ამ იმპლანტთან. აბა ეს ამის მიზეზი რა არის ხოლმე? არ ვიცით. სხეული, ალბათ სხეულის რეაქცია. ჩვენ არ ვიცით, აი მაგალითად კაფსულარული კონტრაქტურის კონკრეტული მიზეზი არ ვიცით. უბრალოდ ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ რა სტატისტიკური მონაცემებია, ანუ 18%-ში, 15%-ში აღწერილია, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რატო ხდება ეს ჩვენ არ ვიცით. წლებია, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობ, რომლის მომხმარებელიც ვარ ან ვენდობი. სწორედ ასეთი კომპანიაა იმედიელი. უკვე წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას სწორედ იმედიელს ვანდობ. კომპანიას ჩვენთვის განსაკუთრებით კარგი სიახლე აქვს. ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, უნო კომფორტი უკვე გამონაკლისების გარეშეა, რომელთაც სარგებლობა ულიმიტოდ შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზღვევა დღეიდან უფრო მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე გახდა. მომხმარებლებს აღარ მოგვიწევს გამონაკლისებში გარკვევა და უფრო მარტივად შეგვეძლება ავარჩიოთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. პოდკასტის მაყურებლებს კი იმედიელი გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას უნო კომფორტზე, რომლის შეძენაც ონლაინ შეგიძლიათ. ვებგვერდი და პრომოკოდი ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ. იმედიელი უკვე 31 წელზე მეტია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ დაზღვევას თავაზობს და დღეს უკვე 270,000-ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება. იმედიელი ესაა დაზღვევა, რომელსაც ირგებთ. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ გითქვამთ, რომ არა, ამ ზომის მკერდს მე ვერ გაგიკეთებთ, იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენი ზურგი ვერ აიტანს ან რაღაც სხვა მიზეზით. აი მოუთხოვიათ ეს ძალიან ხშირია. ეს რეალურად ნებისმიერი
გულმკერდს, ნებისმიერ გულმკერდს აქვს თავისი ზომები, ხო, პარამეტრები ელემენტარულად და რაღაცით არის ლიმიტირებული იმპლანტის ფუძის ზომა, რომ ეს ამაზე დიდი იმპლანტი ფიზიკურად არ ჩაეტევა. ანუ მაშინ თუ ძალიან ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ უნდა ძალიან დიდი მკერდი, ვეუბნებით, რომ ამ ეტაპზე, ანუ თქვათ პირველი ოპერაცია, ამ ეტაპზე ვერ გაკეთდება ამაზე დიდი. თუ იმის მერე, თქვათ, კიდე გექნებათ გადიდების სურვილი, მაშინ უნდა გავიდეს რამოდენიმე პერიოდი, გაიწელოს სკანი, ჩაიდგას უკვე სპეცშეკვეთით მომზადებული იმპლანტი, ალბათ ნანახი გაქვთ ახლა Instagram-ში ბევრი ესეთი სურათი, მაგრამ ეს უკვე არის არაბუნებრივი და აბსოლუტურად არაადეკვატური შედეგი. და თქვენ არ უწევთ ამას რეკომენდაციას. უარით გაგიშვიათ პაციენტი, რომ ამას მე არ გაგიგეთ. არა, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ ვზრუნავთ ადამიანზე, როგორც პაციენტზე, ხო? პირველ რიგში გასაგებია შეიძლება მოეწონოს, მაგრამ ეს არის ზედმეტი რისკი ჯანმრთელობისთვის. ხო. რაც თქვათ არ არის ჩვენთვის მისაღები. მსოფლიოში კეთდება. არის კლინიკები, რომელიც ამას აკეთებს. რაღაც უდიდეს. კი, უდიდეს. ეს კეთდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პაციენტის პირადი სურვილით და მეორედ სპეცშეკვეთით, ანუ სტანდარტულ კატალოგებში ეგეთი ზომის იმპლანტი არ არსებობს. რაღაცი ზომის მერე უკვე ჭირდება სპეციალური შეკვეთა, რომ მოამზადონ ეს იმპლანტი. მაინტერესებს საჯდომის გადიდებაზეც იგივე მოთხოვნაა თუ უფრო ნაკლები ვიდრე მკერდის? საჯდომის გადიდება სხვათა შორის ნელ-ნელა ხდება პოპულარული ოპერაცია საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ საჯდომი არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ქალისთვის, როგორც მკერდი, აბსოლუტურად. ძალიან რთულია სხვათა შორის ლამაზი საჯდომის გამოყვანა. გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ლამაზი მკერდის გამოყვანა და იშვიათია ლამაზი საჯდომი. ჩვენ გენეტიკაში. თუ ავიღებთ ლათინურ ამერიკას, იქ პირიქით არის. ხო, იმათ ძალიან დიდი საჯდომი აქვს და ლამაზი აქვთ რაღაცა და მაინც იდიდებენ. და საჯდომის შემთხვევაში მქონია მეკითხვა, რომ მაგალითად ხა მკერდს ისე არ აქვს რაღაც შემხებლობა ან ხახუნი რაღაც გარემოსთან და საჯდომი პირდაპირ ჯდებით და აი მაგ შემთხვევაში, ანუ სხვანაირი ტიპის იმპლანტი მზადდება. რა თქმა უნდა, იმპლანტი განსხვავდება. პლუს კიდე თვითონ ოპერაციის ტექნოლოგია განსხვავდება. ანუ უფრო დაცული არის დუნდულოს იმპლანტი კუნთოვანი ქსოვილით ყველა მხრიდან. და ისეთი ლოკაციით დგება ეს იმპლანტი, რომ ადამიანი როცა ზის, იმპლანტს არ აზიანებს. აზიანებს, ხო. და თქვენთან მოსულან წყვილები, აი მაგალითად მამაკაცი, სადაც არის დომინანტი და უთქვამს, რომ მე მინდა რომ ჩემცოლს უფრო დიდი მკერდი ქონდეს, ან უფრო დიდი საჯდომი. კი. ძალიან ხშირად მოდიან წყვილები და მამაკაცი აქტიურად ჩართულია აი ამ იმპლანტის არჩევის პროცესში. ძალიან აქტიურად. თქვენ როგორ აღიქვამთ აი ამ ყოველ? შეულებრივად. მე პირველ რიგში ვეკითხები, რომ ქალბატონს რომ როგორ გავაგრძელოთ მაგალითად საუბარი, როცა უნდა გაიხადოს, ხო? ქალბატონი რომ მოდის ჯერ ვერბალურად, ანუ ჯერ ველაპარაკებით და მე იქამდე ხო უნდა მივიდეთ, რომ ვნახოთ, ხო, მკერდი ან რაღაცა სხვა. მიდამო და ყოველთვის ვეკითხები, რომ როგორ გავაგრძელოთ, ანუ გავიდეთ, თქვათ, გასასინჯ ოთახში თუ აქ, თქვათ, მეუღლესთან ან პარტნიორთან ერთად გავაგრძელოთ და არა, ბევრი ძალიან ისე ჩვეულებრივად გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, მე ის აქტიურად ანუ ეს უფრო კაცის გადაწყვეტილებაა თუ ქალის თუ აი როგორ რა დინამიკაა მაგ ურთიერთობაში? მარტივად გეტყვით, კაც რომ არ კონდეს ამის ინტერესი, არ მოვიდოდა. ხო, მოვიდოდა ქალბატონი მარტო. კაც აქვს ალბათ ინტერესი, ან გარეთ დაელოდებოდა მანქანაში და ბლაიზოში, ხო? არა, მე ვგულისხმობ, კაც აქვს რა თქმა უნდა ინტერესი, უბრალოდ ქალი ხო არ არის ამ შემთხვევაში
დაჩაგრული ცოტა. არა, დაჩაგრული. აი, თქვენი როგორია იქ მაინტერესებს. არა, დაჩაგრული არა. არა, ნაკლებად. ეგეთი არ მახსენდება, რომ ქალი იყოს დაჩაგრული, უნდოდეს, ანუ კაც უნდოდეს ძუძუს. ქალს არ უნდოდეს და აძალებდეს. არა. ორივეს უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ვთქვათ, მამაკაცის და ქალის ურთიერთობა დემოკრატიულია, ეგრე ვთქვათ, მაშინ ძალიან მარტივია. გადაწყვეტილებების მიღებაც და ზოგადად ბედნიერების მიღწევა. ქალი ეკითხება კაცს ამ შემთხვევაში შენ მოგწონს, ის ეუბნება რომ მე ყველაფერი მომწონს, მთავარია შენ მოგეწონოს და ნუ აი ესე მთავარი. ძირითადად ეგრეა. ეგრე თუ უკვე კარგია, იმიტომ რომ მარტო კაცი რო იღებს გადაწყვეტილებას და ეს ქალები ჩუმად უსმენენ. დღეს ეს უკვე იშვიათობა. ხო. ქალები პირიქით აქტიურები არიან. ქალები ძალიან აქტიურები არიან. კი ბატონო. ჩვენ ეხლა ცოტა ხნის წინ ბრენდზე ვსაუბრობდით, რომელი ბრენდი არის უკეთესი და მამაკაცი თუ ერევა ხოლმე ბრენდის არჩევაში. თუ როგორ ხდება ვინ იღებს აქ გადაწყვეტილებას? აქ გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთად, სამივე მხარე. იმიტომ რომ არიან კაცები, მოდიან, წაკითხული აქვთ და ძალიან აინტერესებთ მერე ოპერაციის მერე რა შეგრძნებები ექნება მამაკაცს, როცა შეეხება ძუძუს. და აქვს თუ არა მერე საშუალება, რომ ისე იგივენაირად აქტიურად შეეხოს ძუძუს, მანამდე რო ეხებოდა. აი ეს მამაკაცებს უფრო აინტერესებს. აქ უკვე ჩვენ გადავდივართ მერე ბრენდის არჩევანზე და აქ მინდა ვილაპარაკო კონკრეტულად მენტორის უპირატესობებზე. რატო? პირველ რიგში, მენტორი არის გამოცდილი ბრენდი. მენტორი ძალიან აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიის განვითარებაზე. ანუ მენტორს აქვს სპეციალური პროგრამა რეინვესტიცია ტექნოლოგიებში. ანუ სულ აქვს განახლებული ტექნოლოგიები, სულ მუშაობს იმაზე, რომ აი ჩვენ ხო ვილაპარაკეთ, რომ კვლევებს ატარებენ. რამდენად კარგია, რამდენად ხშირად ვითარდება კაფსულარული კონტრაქტურა, რამდენად სწორია ეს კაფსულა, იმიტომ რომ კაფსულა ძალიან მნიშვნელოვანია იმპლანტისთვის. მენტორს აქვს ყველაზე უკეთესი კაფსულა თავისი პარამეტრებით. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ნიშნავს ეს, რომ ჯერ არის პარამეტრების მიხედვით ყველაზე მდგრადი და არ ხდება იმ შიგთავსის, ანუ სილიკონის მოლეკულების დიფუზია, ანუ გასვლა გარეთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ერთის მხრივ კაფსულა უნდა იყოს მაგარი, იმპლანტის კაფსულაზე ვლაპარაკობთ, მეორეს მხრივ უნდა იყოს ხელისმოკიდებით რბილი და არ იგრძნობოდეს ეს იმპლანტი ძუძუში და არ მოხდეს ეს მიგრაცია სილიკონის გარეთ. აი ამ თვალსაზრისით ხო მეცნიერება მენტორს აქვს განვითარებული ისე რომ სხვას მე არ ვიცი მაგალითად სხვა კომპანიას კონდეს ეს. ამიტომ თუ პაციენტის უნდა კარგი შედეგი და მეკითხება აი რომელი, ნუ მაშინ მენტორი. და ამ ქალის შემთხვევაში თვითონ ქალმაც მნიშვნელოვანია, ხშირად ნერვიულობენ, ხო არ დაკარგავენ გრძნობელობას, მაგალითად, მკერდის არეში, ზოგადად კონკრეტულად დრილების არეში, აი იმპლანტაციის მერე თუ დარჩება იგივე გრძნობელობა, რაც მანამდე იყო. ეს თემა საინტერესოა ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ არანაირი კავშირი კონკრეტულად რა ბრენდის იმპლანტი იქნება ჩაყენებული, აქ არ არსებობს. აქ არსებობს უკვე ჭეშმარიტად ქირურგიული მომენტი. ანუ საშუალო ზომის იმპლანტი ან პატარა ზომის იმპლანტი, რომელიც ჩაყენება არ არის დაკავშირებული, ვთქვათ, დიდი ჭრილობით ან დიდი მოცულობის ჯიბით, სადაც უნდა ჩაიდგას ეს იმპლანტი, მაშინ აი სენსორული პრობლემები მინიმალურია ოპერაციის შემდეგ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან დიდი ზომის იმპლანტზე ან ძალიან დიდ მასშტაბურ ოპერაციაზე, რა თქმა უნდა, იქ მატულობს. სტატისტიკურად დროებით ეცვლებათ მგრძნობელობა, მაგრამ მერე ერთი წლის განმავლობაში ნელ-ნელა აღდგება. რა ყოფილა თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი იმ მხრივ, რომ პაციენტი თქვენთან მოსულა, მანამდე გაფუჭებული
მკერდით, ანუ სხვა სპეციალისტთან, რომელმაც ვერ შეასრულა თავის სამუშაო. ან კარგად, ან კეთილსინდისიერად და თქვენთან მოდიან უკვე გაფუჭებული სურათით. აი, ყველაზე ისეთი ცუდი მაგალითი რა გახსენდებათ ამის? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა ექიმს უნდა, რომ ყველა მისი პაციენტი იყოს კმაყოფილი შედეგით. სამწუხაროდ ესე არ გამოდის. ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი ქირურგის შესრულებული ოპერაცია არის წესიერად პატიოსნად შესრულებული, უბრალოდ შეიძლება რაღაცა მოხდეს, ყველას ეს ახასიათებს ნებისმიერ ოპერაციას და ნებისმიერ ქირურგს, რომ რაღაცა პრობლემები არსებობს, ან ჩამოყალიბდება პოსტოპერაციულ პერიოდში და არ გამოდის ისე ორივე მხარის რო უნდოდა. ეს პაციენტი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ დღეშია ყოველთვის, როცა არ დგება კარგი შედეგი და იწყება მერე პრობლემების გადაჭრა, ხო? მიდის სხვა ექიმთან, იმისას მოусმენს, ამისას მოусმენს და მერე პაციენტი უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ჭირდება განმეორებითი ოპერაცია, ვის მიმართოს? ანუ ყველაზე კარგი ითვლება, რომ მივიდეს იგივე ექიმთან, თუ რა თქმა უნდა ამ ექიმის გამოცდილება მაგის საშუალებას იძლევა და გაიკეთოს ეს კორექცია ან განმეორებითი ოპერაცია იმ ექიმთან. რატო? იმიტომ რომ იმ ექიმა ზუსტად იცის რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და იმაზე უკეთ არავინ არ იცის, რატო მოხდა ეს გართულება. თუ პაციენტს არ უნდა, რა თქმა უნდა, ძალით ვერავინ ვერ მიიყვანს და მაშინ უნდა მივიდეს სხვა ექიმთან და გაიკეთოს ოპერაცია. მით უმეტეს იმ შემთხვევებში, როცა პირველ ექიმს სათანადო გამოცდილება შეიძლება არ ქონდეს. აი, ეგეთი შემთხვევები არსებობს, რა თქმა უნდა, სტატისტიკა მაინც თავის აშვება. აი, ჩვენ რო ვლაპარაკობთ, რომ ძუძუს ელემენტარული ძუძუს აუგმენტაციის შემდეგ 15%-მდე არსებობს კაფსულარული კონტრაქტურა. რთული გართულება და აქ ყველა ქირურგს არ აქვს აი ამ გართულების მკურნალობის გამოცდილება. ეს ნამდვილად ეგრეა. ამიტომ პაციენტმა უნდა აირჩიოს გამოცდილი ქირურგი ამ შემთხვევაში. საერთოდ როცა არის ლაპარაკი გართულებების კორექციაზე, ჯობია აირჩიოს გამოცდილი ქირურგი. ხო, ეს ყოველთვის ამართლებს. ხო, მე მაგალითად მქონია ჩემ ახლობლებში რინოპლასტიკა გაუკეთებიათ ერთთან და იმდენად არ მოწონებიათ, რომ იგივესთან აღარ მისულან. სხვასთან თქვენთან მოვიდე. მე მყავს ესეთი მეგობარი. სამწუხაროდ ეს ძალიან ცუდი მომენტებია ჩვენ პრაქტიკაში, მაგრამ ისევ გეუბნებით ეს არის სტატისტიკა, მაგას ჩვენ ვერ გავიქცევით. მთავარია აი მეორე ან მესამე ან შემდეგი ოპერაცია იყოს შედეგიანი. თქვენ თუ გქონიათ თქვენს კარიერაში აი ისეთი რთული შემთხვევა, რომ გიფიქრიათ, რომ აი რატო ავირჩიე ეს პროფესია, ძალიან რომ ესეთი სიტუაცია ოპერაციის დროს. არა, მე არ მქონია. მე საერთოდ მიყვარს ქირურგიული სირთულეები. ანუ რაც უფრო რთული кейსია, ხო? უფრო მნიშვნელოვანია ეს მომენტი ჩემთვის, რომ უფრო მაინტერესებს იმ გაგებით, რომ აი უფრო კარგი შედარება გამოდის. ანუ ძალიან ცუდი მარტივად, ძალიან ცუდი ცხვირიდან როცა გამოგივა ძალიან ლამაზი ცხვირი, ხო? და ოდნავ ცუდი ცხვირიდან კაი ცხვირი, ხო? აი რაღაც აი ესეთი მომენტები. ამიტომ რთული შემთხვევები ჩემთვის უფრო ისეთი აზარტულია და მნიშვნელოვანია ყოველთვის. ეგ აქვს ზუსტად ამ პროფესიას მე მგონი, რომ აი ეს აზარტი და ეს კონტრასტი მე რასაც იღებთ, ეგ გხიბლავთ ზუსტად, ხო? ეს არის ცუდი შედარება, მაგრამ ეს არის ჩვენი ადრენალინი, ჩვენი ნარკოტიკი, იმიტომ რა ვიცი, ზოგი თაზე ადის, ზოგი საოპერაციოში მუშაობს. იგივე ადრენალინია ეს ადამიანური.
თქვენ თუ გქონიათ, ეხლა საქართველოში ვართ ხო და მსოფლიოში განსაკუთრებით ამ სოციმედიამ წაშალა ეს საზღვრები, ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვადევნებთ თვალს და მე მახსენდება კარდაშიანების ოჯახი, რომლებმაც აი ზუსტად ეს რო თქვი, რაღაც კლონების თაობა რო შექმნეს, ეს რაღაც ამოღებული ნეკნები თუ არ ვიცი რას უკეთებენ თავის თავს, დიდი თეძოები, დიდი მკერდი, სახეზეც ყველა ერთნაირად. ჩვენთან თუ არიან პოპულარულები აი ესეთი კარდაშიანების სტილი და მათი მიდგომები. დღეს შეიცვალა სურვილი ამის გამო. ანუ ადრე ელემენტარულად ცხვირის ოპერაცია. ცხვირის ოპერაციის შედეგები ადრე თუ ითვლებოდა ისეთი, რომ უნდა იყოს დაბალანსებული ცხვირის სახეში და რაც მთავარია, თუ ადამიანს არ იცნობდი მანამდე, ხო? ახალი ცხვირი უნდა ყოფილიყო ამისთვის როგორც ბუნებრივი. ანუ არ უნდა ჩანდეს სიტყვა ხელოვნური აქ არ ვარ, არ უნდა ჩანდეს ნაოპერაციები ცხვირის შედეგი. აი ესე ვთქვათ, ხო? ეხლა პირიქით. უნდა ჩანდეს. ეხლა სასწაული პატარა აპრეხილი ცხვირი შევიდა მოდაში რაღაცის გამო. ცოტა ხანში ესეც გაივლის, რა თქმა უნდა, ისევ დაუბრუნდებიან მაგას. თეძოებზეც არის ეგეთი მოთხოვნა, ეგრეთ წოდებული აი კარდაშიანის ტიპის ოპერაციას, მაგას ქვია ბიბლიელი ცნობილია, ანუ ბრაზილიან ბატოკ ლიფტი. რა ბრაზილიანზე ზუსტად რო გავიხსენეთ ჩვენ ლათინური ამერიკა, იმათ ისედაც აქვთ განიერი თეძო, მაგრამ უფრო იდიდებენ, ავიწროვებენ წელს, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. ჩვენთანაც არის გაყოფილი ესეთი საზოგადოება, რომ ძალიან გამოხატული ვიწრო წელი უყვართ, განიერი თეძოები უყვართ, ყველას არა რა თქმა უნდა. და ეს ვიწრო წელი რის ხარჯზე მიიღება? თქვენ სწორედ თქვით, კი, ნეკნის რეზექციებით კეთდება. ეს ჯანმრთელობისთვის არ არის სახიფათო. არა. რაღაც ოპერაციები, რა თქმა უნდა, არ არის მავნე, რა თქმა უნდა, თუ გააკეთებ ნორმის ფარგლებში ამ ნეკნის რეზექციას, არაფერი არ იქნება. მართლა? კი, ორი ნეკნის რეზექცია თავისუფლად შესაძლებელია. ესე კი არაფერი დაშავდება მაგით. არ დაგვაკლდება. არა. სახის ლიფტინგზე თუ არის მოთხოვნა და საერთოდ რას ნიშნავს სახის ლიფტინგი, აი რომ აგვიხსნათ პროცედურულად რა ხდება ამ დროს და რა გაუმჯობესება შეიძლება მივიღოთ აი ამ პროცედურის მერე. ნამდვილი კარგი სახის ლიფტინგი რას ნიშნავს? აი მაგალითად მოვიდა პაციენტი 50 წლის ასაკში, მოიტანა სურათი თავისი 35 წლის წინ. 35 ასაკის. რო იყო 35 წლის. აი კაი ლიფტინგი რო შენ დაუბრუნო ამ ქალბატონს ის წლები. ეს შესაძლებელია. და ოპერაციის მერე ვიზუალურად გამოვიდეს 35 წლის. აი ეს არის რეალობა, კარგი ბუნებრივი სახის ლიფტინგი. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ისევ გეუბნებით. არაადეკვატური წარბის აწევაზე, არაადეკვატური ვთქვათ ყრიმალების გაბერვაზე, არაადეკვატური პირის გაწელვაზე, არაადეკვატური ლოყის გაყოფაზე ორ სართულად რაც გინახიათ ხშირად. ხო, აქ ყრიმალები რო არის. აი ეს არის ახალი მოდელი. ზუსტად ამას. ეხლა არის 50 წლის, გამოიყურება როგორც გამოიყურება, მოიტანა 35 წლის ასაკის სურათი და უნდა რომ იყოს ესეთი. აი ეს არის ჭეშმარიტი სახის ლიფტი. და სახის ლიფტინგს რო იკეთებენ ხოლმე ახალგაზრდები, 25 წლამდე გოგოები, ან რაღაცა სხვა ჩარებებს რო იკეთებენ. არ ვიცი ეს მე ვამჩნევ ასე თუ რა არის. უფრო ასაკი მომატებული აქვთ თითქოს ჩემი შეხედულებით, ვიდრე თქვათ 35 წლის ქალი რო დაუდგეს ახლა გვერდით ასეთ პატარა გოგოს. ხო, რა თქმა უნდა, ახლა 30 წლამდე, даже 35 წლამდე სახის ლიფტინგზე ლაპარაკი ნონსენსია. იქ ჩვენ ვლაპარაკობთ აი ცვლილებებზე. მაგრამ ისე უბრუნდებით წარბს, იმიტომ რომ წარბის აწევა და ვთქვათ ყრიმალის აწევა არის პოპულარული პროცედურა, კეთდება ენდოსკოპით, ჭრილობის გარეშე მარტივი რეაბილიტაცია, ეს ყველაფერი გასაგებია. აი 30 წლის ასაკში
როცა არ არის ასაკობრივი ცვლილებები, უბრალოდ გოგონებს უნდა ვიზუალის შეცვლა. ეს არის ვიზუალის შეცვლა. ეს არ არის ლიფტინგი. და მერე თუ იქ იმატებენ აი უკვე არაბუნებრივად ყრიმალის გაბერვას, ფილერით ან კიდე რაღაცას, აი ეს ქმნის აი ამ რადიკალურ ცვლილებებს, რაც არ არის ბუნებრივი. არ არის ბუნებრივი, იმიტომ რომ 23 და 25 წლის გოგო გავს 35 წლის ქალს. ხო ესეა. ანუ მარტო ჩემი სარყოფილა დასკვნა ეს. ეხლა ბოლოს მაქვს ესეთი ბლიც კითხვები მომზადებული თქვენთვის და თან ჩავიხედავ და თან მაინტერესებს თქვენი პასუხი. ნუ ამ შემთხვევაში გეკითხებით როგორც ქირურგს და როგორც მამაკაცს, ანუ შეგიძლიათ რაღაც კითხვებზე როგორც დაივიწყოთ რომ ქირურგი ხართ. კარგი. დიდი მკერდი თუ ლამაზი საჯდომი? ლამაზი საჯდომი. ყველაზე ნაკლებად დაფასებული პროცედურა დღეს რა არის საქართველოში? სახის ლიფტინგი. გაიკეთებთ თუ არა ოპერაცია საკუთარი ოჯახის წევრისთვის? კი. პლასტიკური ქირურგია უფრო ხელოვნებაა თუ ბიზნესი? ბიზნესი არ არის, ეს არის მედიცინა და ხელოვნება. რა არის პირველი, რასაც ქალის შეხედვისას აფასებთ ქვეცნობიერად, როგორც მამაკაცი? სექსუალურობას. და როგორც ქირურგი? სახეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ საშა ამ ინტერვიუსთვის. მე მგონი ბევრი ქალისთვის და არა მარტო ქალისთვისაც რამდენიმე ისეთ კითხვას გავეცით პასუხი, რასაც პასუხი აქამდე არ გქონდათ. იმედია. და თუ გაგიჩნდებათ კიდე დამატებით კითხვები, შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარები ვიდეოს ქვემოთ, გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. დიდი მადლობა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.